მაგარია. ჩემს ოჯახზე მოგითხრობთ. In ბეკერსებო. ყველა ოჯახს თავისი ტრადიცია აქვს. ზოგს ბუნების წიაღში ხორცის შეწვა უყვარს. ზოგსაც ზაფხულის არდადეგების ტბის პირას გატარება. მიდია მონტესკის სადღესასწაულო სუფრებზე გოლფის ჟარლის ჩაცმა, ხოლო ჩვენს ოჯახში კვირაობით ამერიკული ფეხბურთის ყურება ბეკერსების გუნდის მონაწილეობით წმინდა და წმინდა ტრადიცია იყო. მათი ყურება ყველას უყვარდა. ეს რა არის? ეს რა დაცვა? ასე რომ დამეცნა ჩემი სამშობლო ახლას ადვილად გერმანული ძეხვი გვექნებოდა. გახსენებაზე არ გშიათ? აბა შენ რანაირი გულშემატკივარი ხარ? დამშეული. იცი ლუი, ასეთი მიდგომით კარგ გუნდს ვერასოდეს შეკრებ. რა გუნდს, ის გუნდს? ფეხბურთის გუნდს. ითამაშე პეკერსებში შედი. ლუი პეკერსებში ითამაშებს? გამოიცანი, გვერდით მცველი იქნება, ნიჩკესავით. ენდი, ლუი ჯერვა წლისაა? სისულელია, პატარაობიდან უნდა ივარჯიშო. იმას რა ერქვა? აი, 3 წლისა პიანინოზე რომ უკრავდა. მოცარტი? ხო, ზუსტად ეგ ტიპია. მოცარტი პეკერსებში თამაშობდა? საქმე ისაა, რომ შემდეგი კვირის თამაშის ბილეთები მაქვს. წელს შენი რიგია, თამაში წაგიყვან ლუი. მეც სამოვალ რა. არა, ტომი, ხომ იცი მამას მხოლოდ 2 ბილეთის საშუალება აქვს. შენ მომდევნო წელს წაგიყვან შვილო, შენი ჯერიც მოვა. ეს რა უსამართლობაა? რახან უფროსი ვარ, ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მე უნდა მერგოს. ხომ არ გინდა შესმაგივრად ტომის მივცეთ გვიანობამდე ტელევიზორის ყურების უფლება და მეტი ჯიბის ფული. რას ლაპარაკობ, გაუმარჯოს პეკერსებს. აი ეს მომწონს ლუი. ენდი, ეს წესი დაიმახსოვრე. თამაშზე 2 ანდერსონი მიდის და უკანაც 2-ვე ბრუნდება. რას ამბობ? სიდი ხომ დაბრუნდა. ეს მანქანის ადგომის დარაჯის დამსახურებაა. რა მოხდა? მამა შენს ისე უნდა და მინდორზე გასვლა და მწვრთნელ ვინსის გასნობა, რომ საწყალის სიდი მარტო დატოვა. მარტო? სტადიონის ალზე იყო. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ვერც კი მიხვდა, რომ ბავშვი დაკარგა. არა, უარესი ის არის, რომ მწვრთნელი ვინსი ვერ გავიცანი. ენდი. პორტი არტვა. არა, რაშვრები წამით არ უნდა მოაშორო ტელევიზორს. მაშინვე მივხვდი, რომ ამასთან ერთად თამაშე წასვლა გარდაუვალი იყო. მამა, თუ შეიძლება კარტოფილი მომაწოდე. მაგარი თამაში იყო. ის რომ ახსენდება, მეც რომ თამაშობდი. ანდერსონის ილეცე თუ ხსმენიათ ბიჭებო? თამაშის ბოლო წამი იყო. 6 ქული თუ აგებდით. წამოდით ბავშვებო, გაჩვენებთ როგორია. ენდი, ოღონდ სახლის გარეთ. ეს რა ოჯახია? არანაირი შემართება. რა უთხრა მწვრთნელ ვინს, რომ ჩემს სილს და ხორცს, ჩემს შვილს ფეხბურთი არც კი აინტერესებს. მამა, მაგ მწვრთნელს ვინს არც კი იცნობ. გენერალი პატონი როდესმე მტერს დანებებია? არა. მაკარტურს როდესმე უკან დაუხევია? არა. მე როდესმე შევეშვები ვინს? არავითარ შემთხვევაში ლუი. ახლა გაჩვენებ ანდერსონის ილეთს, ყველაფერი მომზადებული მაქვს. მიდი, ეგრე, ლელო, ნახეთ! 100%-იანი შედეგია. კი, როგორ არა, მამა? ლუი პეკერსების პროგრამა სადიშავე. მამა შემამომცა, უნდა რომ დამაზებინებინოს. სახელები და ციფრები და შტატებია. გეგონება რამე ისეთი ეწეროს, რაც არ იცი. მაგალითად, ბარსტარი, 15 ნომერი, მეტრი და 95, 90 კილოგრამი, საშუალო მაჩვენებელი 57%. ეს ყველაფერი საიდან იცით? ესენი ხომ პეკერსები არიან? მე რამ გადანგრიათ ამ პეკერსებზე. ბარსტარის გარდა, მწვრთნელი ვინსი, პოლ ჰორნინგი, რეინიჩკე. გაიხარე. გონია რომ სასაცილოა? ეს უბრალო ფეხბურთის გუნდია. სასაცილოა. ეს კი ძაღლი, რომელიც დანაშაულს ხსნის. პეკერსების დიდი გულშემატკივარი არ უნდა იყო, ლუი. სხვა გზა არ მაქვს. მამა ჩემს კვირას თამაში მივყავარ. მაგარია. მართლა? მაგრად გაგიმართლა, ლუი? აბა. წარმოიდგინე სტადიონზე იქნები და გულშემატკივრთან ერთად. ჩვენ კი სახში უნდა ვისხდეთ და ტელევიზორში ვუყუროთ. გამიგე. ნუ შემჭამეთ. დავიდი ლუი, თამაშის დღეა. მამა, გამიყინე.
გაიყინე? სულ რაღაც -20-ია. და შენს ბედნიერი ხარ არა? აბარა, ეკერსონი ამინდია ეს ჩიკაგოელები ალბათ -15 არიან მიჩვეულები. გაიყინებიან. მერე ჩვენ ჩვენ არაფერი მოგვივა, ლუი. სიცივსის მომზადებულები ვართ. მადლობ. სარჩული არა აქვს? დავიდეთ შვილო, ვნახოთ როგორ გამოიყურები. ჩვენი გამოიყურები შვილო, ნეტავ კამერა მქონდეს. კარგი, დამოდი ვისაუბროთ. ისე დაახლოებით დედა, როდის დავბრუნდებით ხომ არ იცი? როგორც წესი, თამაში 60 საათზე მეტხანს არ გრძელდება. წამოდი ლუი, დროა გზას გაუდგეთ. ჰე, ლუი, თუ აღარ დაბრუნდი, შეიძლება შენს ოთახში გადავიდე? ესეც ასე ჩემო პატარა ფანებო. ლანჩი მოგიმზადეთ. სენდვიჩები, ორცხობილო და ჩიფსები. ეს ჩემი უნიათო მოგზაურობის პირველი ნათელი სხივი იყო. ესეც თერმოსი, ცხელი შოკოლადი ასხია, რომ არ შეგზივდეთ. რა ბედნიერება. მაგარი აზრი მაქვს. მოდი სახლში დავჭერთ. დიახ. გამარჯობა დინა. აი ახლა გადიოდნენ. აიდე ჯარისკაცო, შენი ულუფა იღე და გასცი. დიდ პეკერსებო. წადი გაიგარგე. ეს კაცი დაიმახსოვრეთ. მაგასთან ერთად ვარ. მსგავსი არაფერი მენახა. ხალხი ერთმანეთს ეხვეოდა და იქაურობა საჭმელს მიქონდა. უცებ თავი პეკერსების გულშემატკივრად ვიგზენი. რა მაგარია, მაგარია. თამაში იწყება. მაგრამ მამა ნახე, შემწვარი ხორცი აქვს, თანაც უბასოთ. ბიჭი, ურთის დარტყმის და ყორსნის შეჯიბში მონაწილეობის მიეხებარდა გავიწდეს. მართლა, სად ჩავეწერო? მამა, მგონი ჩვენი ადგილები იქითაა. შენ ჩემთან დარჩი, რაღაცებს გასავლი. ბილეთმა კარგი ადგილის დაკავებაში ხელი არ უნდა შეგიჩავოს. შეხედე, დაუმარცხებელი ვისი. ლუი, ეს კაცი ლეგენდა. როდისმე მისი სახელობის თასს დაარსებენ. მამა, ამ წელსაც შეეცდები მის გაცნობას. შენ დამცინი? მაგას რა უნდა? მოაჯირებს გადავაფრინდები მცველებს, დაუძრები სკამის ქვეშ, გავხახტები და თავს დავესხმები. მაგარი გეგმაა, მამა. ბილეთები თუ შეიძლება? მაპატიეთ სერ, მაგრამ თქვენი ადგილები ზევით არის, გადასვლა მოგიწევთ. მაპატიეთ კალბატონო ნიჩკე, დაბზანდით. აღმაშფოთებელია, ამერიკაში ეს არ უნდა ხდებოდეს. აი ჩვენც მოვედით, მამა. ანდერსონების ადგილი აქ არის. კიდაკ მჯდარ ხარ გინ საფრანგეთში. მაპატიეთ, უკაცრავად, გულშემატკივრები გავატაროთ. გადავუარეთ, დახოცეთ! დახოცეთ! დამარხეთ! იქნებ მანქანების სადგომზე დარჩენა ჯობდა. უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი, მაგარ ადგილას დავსხედით. არაფერი არ ჩანს. აი ლუი, ამიცადე მტერს მაშინვე აგნებს. ეს რა არის? ასე კი არა, ასე დაიჭი. უიმე, იყოს მამა, შენ კონდეს. თანაჯობია ხელები შემოვიხვიო, მათბობს მაინც. რას ბურდღუნებს? ზიანათებს. ღმერთო, შენ ალბათ დამცინი. ლუი, წვნელი ვინს აქეთ იყურება? ვინს? ასე ჯომია. მაგარია. ой, გუფს კიდევ ჩამივარდა. ვერ გამიგია ეს ფრანგი ქალები ამას როგორ მიირთმევენ. საფრანგეთზე გამახსენდა. გითხარით, ჩემს დედამთილს გუშინ რა მოუვიდა. იმაზე ამბობ მემფიში რომ ცხოვრობს? მაღაზიაში იყო და იცით ვინ დაინახა? თვით ელვის პრესლი. ელვის პრესლი? ღმერთო ჩემო. იქ იყო. ურიკა შოკოლადის კარაქით და ბანანებით ქონდა გამოტენილი. იცი რას გეტყვით? კვებას უნდა მიხედოს, თორემ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მალე ბუშტივით გაიბერება. ელვისი გასუქდება? არასოდეს. Idit, ბიჭებო, მიაწვექით.
მაგარი ხარ მამა. მიდით. ჰოთ-დოგი აკეთ, თხილი აკეთ, პოპკორნი მოდია. მოთამაშეებს უყვირო, ეგრე, ლუი, მიდი. რის, ვერ ხვდები რა შვებიან. კარგი შვილო, სტადიონის ბოლოს ხომ ხედავ ორივე მხარეს რომაა. წარმოიდგინე რომ დონაცების მაღაზია. ჟემიანი აქვს? ყველაფერი აქვს, ამიტომაც ყველა მოთამაშეს იქ მოხვედრა სურს, მაგრამ გასახების გარეშე ვერ შევლენ. გასახები კი ფეხბურთია. ეგ არის ფეხბურთი. ეგ არის. მინდით ბეგერსებო, დაამტრიეთ, მოკალით, დამშვენით, შეწვით, მოხარშეთ, მინდით. უკანი ხალხს ბურთი თავისუფალია. ჯენი წინ მიწევს. მამა, დონატებს გვიჭამენ. ეგრეა შვილო, რამე უნდა ვიყონოთ? სად მიდიხარ? მწვრთნელთან უნდა მივიდე და ანდერსონის ინეთი ვასწავლო. შენ აქ დამიცადე. სამი ჯვარი, სამი გული, 4 ჯვარი, 5 გული. იცი რას გეტყვი დინა, შენს გარდა სხვებსაც ყავთ ნაცნობები, ვისაც ცნობილი ხალხი დაუნახავს. მართლა? დიახ, რამდენიმე წლის წინ მე და ერლი ლას-ვეგასში ვიყავით. მოულოდნელად მისი ხმა გავიგეთ. მოვდრიალდით და ენ მარგარეტის შეგვრჩა ხელში. ის ქალი სარძევე მაცივარში რომ მუშაობს. არა, ეგ არა. გაგრძელე საყვარელო მერე? მერე, გვერდი იდგნენ ენ მარგარეტი და ჩემი ერლი, წარმოგიდგენიათ? მამა, ჩემს გამო დაბრუნდი? რა თქმა უნდა არა. დაცვამ არ გამიშვა. ყურადღება ბურთის დარტყმის და ტორცლის შეჯიბრების მონაწილეებს თხოთ მინდორზე ჩამოვიდნენ. წამო დროზე ლუი, დროა ჩვენ როგორი თავი გაქვს. როგორი? მოყინული. შეჯიბრებაში უნდა გამოხვიდე. კი, მაგრამ მამა, ნუ გეშინია ლუი, შენ ხომ ამისთვის ხარ გაჩენილი, შენ ანდერსონი ხარ. მაგრად დამამშვიდა. აი მომავალი ბეგერსებიც. მუფროსებს არ უშვებთ ხოლოს ბავშვებს. ბავშვის გული მაქვს. კერგიც დაიღო პატარა. მოუსი აქედან. გამარჯობა. გამარჯობა. აქ მამა შენმა მოგიყვანა? ხო, მეც. არ თქვა. ბეგერსები ასე, ბეგერსები ისე. გაგიჟება შეიძლება. კარგი, წარმატებას გისურვებ. შენს. აი, საინტერესო თორცნა იყო. ეს კი ნამდვილად მშვენიერი იყო. თქვათ რომ კარგიც დაიყო. აი, დარტყმაც ეს არის. შეხედეთ სად გაფრინდა. ახლა გამოვარდნით დარტყმა იქნება. მოარტყა, პოტებს შუა გაუშვა. მე მგონი ვიღაცა შემოგვეყარა. გილოცავთ, მივესალმოთ ჩვენს გამარჯვებულს. გილოცავ. გმადლობ, მაგრამ არც კი ვიცი როგორ უთხრა მამა ჩემს რომ ფეხბურთის თამაში არ მინდა. არ გინდა? არა, ფლეიტაზე დაკვრა მინდა. მუსიკოსობაც კარგია, მაგრამ მე მგონი ფლეიტას ეგრე შორს ვერ ისვრი. დაფიქრდი, იქნება ეჯობდეს. ასე გონია? ხელი გაუშვი, ეს მწვრთნელისა. ჰეი, წყალი მწვრთნელ ვინსისთვის მიგაქვს? ო, აბა, წყლის დამტარებელი ვარ. და სხვა რა უნდა ვაკეთო? კარგი იყო. კარგია. ყურადღება! განჯღრეული მწვანე მანქანის პატრონო შუქები ჩართული და გჩად და საყურავების დაგშვებია. კარგი ჯარისკაცებო, ალღაში ვარ, მაგრამ არ ვნებდებით, იმიტომ რომ გეგმა მაქვს. დავიწყოთ. აი ასე. შენი კუდი მჭირდება და შენი ფოტოაპარატი კიდევ. ნამცხვარი მოვიტანე. გითხარით რა დამემართა? ჩემს დასთან რომ ჩავედი კალიფორნიაში. წავალ ყავას მოვიტან. ბრაუნ დერბიში ვიყავი და თუ წარმოიდგენთ, ვინ მომიჯდა გვერდით? თით ჯონ ვეინი. ეგეც ელვისავით სიმპათიურია. კაცი კი არა ოცნება. ღმერთო ჩემო, ნეტავ 200 თუ უნახავს, როდესმე ვინმე ცნობილი პიროვნება. არ ვიცი, მოდი ვკითხოთ. ავა მოვიტანე. ორა, დღეს სულ არ იღებ ხმას. შენს ოჯახში ვინმეს მაინც ეყოლება ცნობილი ადამიანი ნანახი?
არა მგონია ასე იყოს, მაგრამ სარძევე მაცივარში რომ ენ მარგარეტია, მასთან მილაპარაკია. გაიძია ჟურნალისტი ვარ. მოიცა მეგობარო, მან დადიქი სად მიბრძანები? ჩემ საქმეს ვაკეთებ. საქმეს აკეთებ არა? ადრე რატომ არ მინახი ხარ? მითხარი ერთი, პეკერსების ყველა დროის საუკეთესო ბურთის მიმღები ვინ იყო? ტონ ჰატსონი. სწორია, 61 წელს პოლ ჰორნინგმა რამდენი გოლა იყო? გადვიდია 146. ნიჩკეს საყვარელი ფილმი მითხარი? კნუტ როკნის ისტორია? ჩაიჭერი მუსიკის ჰანგები. ახლა კი შენ სადგეს დაუბრუნდი, კარგი? ზაბადი. წვრთნელი ვინსი უნდა ვნახო, ანდერსონის ილეთი უნდა გავახსენო. საწყალი მამა ვერა და ვერ აჩვენა თავისი ილეთი მწვრთნელ ვინს. ვიფიქრე იქნებ მე მოხმარებოდი. ცოტა დაღლილი ჩახარ მეგობარო. რა გინდა? მომე მე წავიღებ. არა. ღამის დანაჯის ბოლო გამოშვება. ან თითო აიღეთ. ნუღრით. კარგი გეყოფა. კარგი ბიჭებო, გადამწყვეტი მომენტი დადგა. ამ დათვების სახლში წასვლის დრო მოვიდა. ყუდამოძუებულები უნდა გავაგდოთ აქედან. აბა დროა. ნაიძიეთ ბიჭებო, მწვრთნელს წყალი უნდა. ჩემი შვილი მისის გვერდითა. თამაშ მოგვაგებინებს, აუცილებლად მოგვაგებინეთ. ხაშორი, არ გინდათ? მადლობ ბიჭი. იცით მე უბრალოდ წყლის დამტარებელი ვარ. უბრალოდ წყლის დამტარებელიც კი არა ვარ. უბრალოდ შემოვიპარე, მაგრამ საქმე ისაა, რომ დროზე მითხარი რა გინდა ბიჭი? თამაში მთავრდება, ჩვენ კი 6 გულით ვაგებთ. მე მგონი ჯობია ანდერსონის ფანდი სადოთ. რა თქვი ანდერსონის ფანდი? კარგი. როდის მე გაგიგონიათ? ნამდვილად. 20 წლის წინ სკოლის გუნდის მწვრთნელი ვიყავი. ერთი ბიჭი მყავდა. გიშფეხა ანდერსონს ეძახდნენ. მეც კი მიგებდა. ახლაც ვერ გამიგია ამას როგორ ახერხებდა. მე გიშფეხა ანდერსონი უმცროსი ვარ. მე ვიცი მაგის საიდუმლო. მოდით, შეგროვდით. ამ ბავშვს მოусმინეთ. მაგარი ილეთები იცის. რა ილეთები? ამან რა უნდა გვასწავლოს ახლა ხან არ წააგო შეჯიბრი. ცუდი მონთამაშე მწვრთნელს არ ნიშნავს. მომისმინეთ. როგორ უნდა მოიქცეთ? პეკერსები 6 გოლით აგებენ თამაშის დამთავრებამდე 2 წამია დარჩენილი. ეს მათი ბოლო შანსია. ყველაფერი ახლა განაცხადება. ჰენსონი უგანიხებს ჩიკაგო ულტევს. არა, ეს ჩემი ილეთია, ჩემი ფანდი, ჩემი მოგონილია. შეხედეთ. გარი, მიდი, გაიქეცი. ეს ბურთი არ არის, ბურთი ჰენსონს აქვს და მირბის. 40,000-ია, მეხუთე არის და დობრეა. გიშფეხა ანდერსონის გვენახართ? ახლა კარგი, წამოდით, მწვრთნელს თქვენი ნახმასულს. დამატებითი დრო ძალიან კარგი. მადლობთ. აღელნობისგან ცოტა დამწყა. ჩვენები იგებენ. წვრთნელი ვინსი? გიშფეხა ანდერსონ. ამდენი წელია შენთან შეხვედრას ველოდებოდი. სხვა რა გზა მქონდა, გაგიმართლა ჩემმა ბიჭმა მთხოვა შენთვის ჩემი საიდუმლო ილეთი გამაგილა. ყავადაგიმატო დინა. ორა. ვინმე მაინც გეცოდინება, ვინც იცნობს ვინმეს, ვისი ნაცნობის ვინმე ცნობილს შეხვედრია. არ ვიცი. მოდი ვნახოთ. პეკერსებმა რაკნეს. ხომ იცით დღეს თამაში აქვთ? მწვრთნელი ვინსი ძალიან გახარებული ჩანს, მისმა გუნდმა კვლავ გაიმარჯვა. ეს შენი ქმარი არ არის? ღმერთო დიდებულო. არა მგონია. არა მართალია. მწვრთნელ ვინსისთვის ხელი აქვს გადახვეული შეხედე. უყურე შენ მართლა ენდია. რა მაღლებელია ღმერთო ჩემო. რა ბედნიერად გამოიყურებიან ერთად. ალბათ ძელი მეგობრები არიან, ძელ მეგობრებს კარგვანან. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, რამდენი ხანია რას მეგობრობენ? მაგის ცოლს იცნობ? იცით მართალი გითხრათ მე? კარგი რა. თუ გიმალავ, ყველაფერი გითხარი. ვამაყობ შენი შვილა. მიუხედავად იმისა, რომ პეკერსი არ გავხდები. რახან პეკერსი არ იქნები არ ნიშნავს, რომ გმირი ვერ გახდები. ჰეი, თამაშის გმირი მე ვარ. აქ მოდით. გაიქეცი, მიდი, დაიჭირე. ასე არ გაუშვა, მაგარია. მიდი, გაიქეცი. ოჩა, კარგია, მიდი. მაგარია. მიდი, ლუი, კარგია. გეუბნები ეს ვინსი ნამდვილი გენიოსია. გენიოსი.
თავისუფლების ქანდაკების თამაშზე მოგიყვები. ეგ თამაში ჩემი მოგონილია. პირველად მაშინ მომივიდა თავში ელისის კუნძულებს რომ მიუახლოვდი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, შვედეთიდან მოვცურავდით. ბებერ მამასთან ერთად ფეხბურთის ყურებას არაფერი შეედრება, რა? მართალი ხარ მამა? მაშა,